მე ვარ აქტიური მხარდამჭერი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული კოალიციის ქართული ოცნების უნდა დაიდგას უფასო სატელიტური ანტენები სიღნაღის რაიონში. ვახორციელებთ ამ მსურველთა რეგისტრაციას, ასევე მხარდამჭერთა რეგისტრაციას. 8 მაისს ქალბატონმა ნელი დალაქიშვილმა მოგახსენებთ რომ ნელი დალაქიშვილი არის სამსახურის უფროსი დამიბარა და თხოვა ეს უფრო არ შეეფერება ამ ტონს კატეგორიული ბრძანების კილოთი რომ მივსულიყავი და დამეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. მე უხერხულ მდგომარეობაში ვარდები თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციის გამო ვინაიდან მეზეწოლას განვიცდი სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზა რაბულაშვილისა და ზაზა ზედელაშვილის მხრიდან. არ შეიძლება ამ პოლიტიკური ორიენტაციის მქონე იმყოფებოდეს ამ სამსახურშიო. ნუგზა რაბულაშვილის გადაწყვეტილების გარეშე ამ რაიონში დამლაგებელსაც ვერ იღებენ და ჩვენ გითხრა რომ იმის გამო გამოგიშვათ სამსახურიდან, უბრალოდ თქვენ დაწერეთ განცხადება იმის გამო რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდით სამსახურის სიარულს და ხშირად აცდენით გაკვეთილებს. ახალი პროფესორობას იბრალებს რომ პროფესორი ვარო და შეიძლებოდა რომ მე ვაიძულო რომელიმე თანამშრომელი, აი ნებისმიერს ახლა ვეტყვი დაწერეთ განცხადება. რომელი დამიწერს განცხადებას, რომელსაც არ ექნება გათვითცნობიერებული ის, რომ მე მართალი ვარ, რომ უყურებ იმას ბრალდებას, რომ აცდენ სამსახურს, არ მოდიხარ სამსახურში, აცდენ გაკვეთილებს, არ გაქვს დრო ამ სამსახურისთვის. სხვა აქ არაფერი დამიჯერეთ რომ მე არანაირი ქართული ოცნება და არანაირი გაგებაშიც არ ვიყავი, ეგ რატომ იცდენ და მე სამსახურს. და ახლა როცა დაჭირდა რომ თვითონ თავისი ხელით დამიწერა განცხადება, ქალბატონო ნელი ძალიან ისე პირზე კოცნით დავშორდით ერთმანეთს, არ მინდა მე თქვენ გაწყენინოთ რამე, კი ბატონო რა გესა დავწერ განცხადებას და წავალო მითხრა. ქართული ოცნება არც უხსენებია მაგას შეთა. რომ ქართულ და მით უმეტეს ვიღაც ისინი რა ქვია დეპუტატის და ზედელაშვილის ზეწოლით და იმით არ ვარ მე ის პიროვნება რომ ან დეპუტატმა და ან ზედელაშვილმა ესეთი რაღაცა თქვა ზეწოლა მოახდინონ ჩემს